თუ გავითვალისწინებთ ტრამპის ადმინისტრაციის და ახალი პრეზიდენტის თანაგუნდელების რეაქციას ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკაზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ და არც არავის არ აქვს მოლოდინი, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე რეჟიმის რომელიმე წარმომადგენელი იყოს მიწვეული, არადა სწორედ 20 იანვარზე ტრამპის ინაუგურაციაზე აგებდა მთელ პროპაგანდას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ახლა ქართული ოცნების წევრებს შორიდან მოუწევთ უყურონ თუ როგორ იდგება იქ სალომე ზურაბიშვილი, რომლის პროცესის მიმართაც იქნება მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი. იქ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია მიპყრობილი, მიწვეული, რომელსაც ჯო ვილსონი, ტრამპის ადმინისტრაციის თანაგუნდელი, მოიხსენიებს ერთადერთ ლეგიტიმურ სახელმწიფო პირად საქართველოში. რაც შეეხება სანქციებს, ახლა ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ელოდებიან მკაცრ სანქციებს. ეს უკვე დაანონსებულია და ფაქტობრივად ქართული ოცნება პოლიტიკურად არის გაკოტრებული. ეს განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობა, მხარდაჭერა დაიმსახურა ქართველმა ხალხმა და სწორედ ქართველი ხალხის უწყოდი პროტესტის შედეგია ის, რომ მეგობარი ამერიკა ახლა დგას სწორედ საქართველოს მოსახლეობის გვერდით და ის ხედავს იმ ბრძოლას, რომელიც თვეზე მეტია მიმდინარეობს და ეს ბრძოლა არ გაჩერდება, უწყოდი პროტესტი ბუნებრივია გაგრძელდება და როგორც ქვეყნის შიგნით არასტაბილური მდგომარეობა ახლა რეჟიმისთვის, ასევე ქვეყნის გარედანაც ისინი მიიღებენ მკაცრ სანქციებს. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასტურია იმ ქმედებით, რომელიც გამოხატა ჯო ვილსონმა, რომელმაც ხელახლა წარადგინა მეგობარი აქტი კონგრესში და ახალი რედაქციით გათვალისწინებული სანქციები უფრო მეტად არის მკაცრი და ის შეეხება არა მხოლოდ რეჟიმის პირველ პირებს, როგორც ცნობილია, ის შეეხება მათ შორის ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც და ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს ახლა ოლიგარქს, ბუნებრივია მას საყრდენს გამოაცლის და საბოლოოდ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რეჟიმი ჩამოიშლება. ეს არის სპეციალური სანქციების რეჟიმი და ერთის მხრივ გულისხმობს იმ ადამიანების დასჯას და მათი ოჯახის წევრების ასევე, რომლებიც ჩართულები არიან ძირის გამოთხრაში ჩვენი ქვეყნის მომავლის და დემოკრატიის და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ აქ არის საუბარი იმაზე თუ რა შეიძლება რომ მივიღოთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააყენებს ეს ყველაფერი პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას და მე მგონია რომ მათთვის მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი წაიკითხონ კარგად და გაიაზრონ მიყვებიან თუ არა უქსრულში ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერს. ის რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების ქვაკუთხედს წარმოადგენს და მათი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გვეუბნება, რომ მათი ყველაზე დიდი მტერი და საფრთხე გახლავთ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, სწორედ ამ ადამიანებთან და ამ ქვეყნებთან თანამშრომლობს ქართული ოცნების ხელისუფლება. უახლოეს მომავალში ეს და სხვა ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაგეგმილი სანქციების ღონისძიებები აუცილებლად შეზღუდავს და აუცილებლად აიძულებს ეგრეთ წოდებულ რუსულ კოშმარს, რომ რაც შეიძლება მალე დანიშნოს ახალი არჩევნები. ეს თავდაპირველი სანქციები იყო მხოლოდ დასაწყისი, ეს არის მხოლოდ გაფრთხილება და კიდევ უფრო მეტი სანქცია არის მოსალოდნელი სამწუხაროდ იმ ქართველი მოქალაქეების მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ ჩვენ მიმართ ძალადობაში, ვინც გვარბევდნენ, ვინც ადამიანის უფლებებსაც არღვევდნენ, კორუფციას უწყობდნენ ხელს და ეხლა ვინც მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ ეს სანქციები რა თქმა უნდა ველოდებით რომ გაიზრდება. აქამდე დაწესებული სანქციები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც აანონსებენ, მიიღებს უფრო მკაცრ სანქციებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე კვირაშივე გახდეს ცნობილი კონგრესში სხდომაზე მეგობარი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება როდის გამოცხადდება. მადლობა, ეს იყო ნინო ელიკაშვილი.